ისევ ბოლოწუთს. ისევ უკანასკნელ ძამს. ცოტა გაიყო დარჩენილი. ყველაფერი კარგად იქნება. არ დაგავიწყდეს. არ დაგავიწყდეს. გახსოვდეს. 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 ინსპექტორო კაზიმ. ინსპექტორო კაზიმ. აქ არიან. ორი მამაკაცი და ერთი ქალი ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ბავშვები სად არიან? აქ. კიდევ ცოლ-ქმარია დაღუპული. ბავშვები მათ უკანა ოთახში ჰყავდათ დამალული. აფეთქების დროს კედელი დაინგრა და ზედ დაეცათ. ცუდად გამოიყურებიან. მათი მდგომარეობის შესახებ გამაგებინეთ, მითხარით, სად გადაიყვანენ? ტოლებს გვანან. ვინ არიან? ტყუპები? დიახ. მუსტაფა ესკეჯი და მაგნოლია ესკეჯი. ორნი. ხოლოდ ორნი. ხოლოდ ორნი გადავრჩებით. მაგნოლია. ეს როგორ მოახერხე? ხოლოდ ორნი. ეს როგორ მოხდა? მიუხედავად ყველაფრისა, შენ ვერასოდეს დამივიწყებ. მე შენ სიზმრებში მოვალ. ვერ დამივიწყებ, ალი. ასე არ არის? ვინ არის ბაჰარი? ტევფიკი ვინ იყო? ვინ და ხოცა ისინი? მე. ყველა მე დავხოცე. შენ მე ვერასოდეს დამივიწყებ, ალი. ყოველთვის გემახსოვრები. ვერ დამივიწყებ, გესმის? ვერასოდეს. ვერასოდეს. გაიხადე.
მე შენ ასეთი დამამახსოვრდები. არა. აი ჩემი შავი ხელწერა. Bahar. Tepo. Gözünüz arkada. მე შური ვიძიე. Yaptım gözünüz. Გვენს გამო შური ვიძიე. Yaptım. ახლა თქვენ აქ ხართ. Geldiniz mi? Mapatiet. Barıştınız mı artık? Mapatiet. Ha? მე ეს გავაკეთე. Yaptım. გხოთ. Bir göreyim artık. გხოთ და მენახოთ. Hadi be. მიდი თქვენი სიცილი მაინც გამაგონეთ. Gülüşünüzü. Bir şeyinizi duyayım. Öyle değil. არა, არ მინდა მკვდრები გნახოთ. Ben değil. Böyle kanlı mallı ისეთები მინდა გნახოთ, როგორებიც იყავით. olduğunuz gibi göreyim. სწორედ ისეთები. Bir bahar gibi. ბაჰარი მინდა ვნახო. Bir telefon. ჩემი ტეფო. ამენახვეთ, მე ეს გავაკეთე. მე შევძელე. კვიპროსზე ბაჰარი ჩამოვიდა. ძმაოვალი, აქ ვარ. ყველაზე საშიში იმისთვის, ვინც მარტოა. მარტოობაში სიკვდილია. დავიხოცებით? არა. მაშინ თუ გადავრჩით, ამის მერე სულ ერთად ვიყოთ. კარგი. ორი ნამწვარი, ორი საწოლი. ორი მანქანა. კარგი. სულ ორი. კარგი. მოსტაფა. თუ სიკვდილი გვიწერია, ორივე ერთად დავიხოცებით. კარგი. თვალები დახუჭე. დავხუჭე. ახლა აღარ გავახილოთ. კარგი. ზოგისთვის ძალიან რთულია მარტოობის მოპოვება. ზოგისთვის კი ძალიან ადვილი. არასოდეს არ იცი ვისი გულისთვის სიტყვი უარს მარტოობაზე.
იცი რამდენ ხანს ველაპარაკე ოზგურს? ყველაფერი მოვუყევი ჩვენ შესახებ. ბევრი არაფერი იყო მოსაყოლი. ასე აღარ მოიქცა. უფლება არავის მისცემ ითვალთვალოს. კარგი. ნუ ჩაშლი ჩემი შეყვარებული სიურპრიზებს შენი გამოჩენით. გასაგებია. მასთან ერთად ხელი არ მომკიდო. უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაგდებ. კარგი. და არასდროს მაიძულო რამე აგიხსნა მისი თანდასწრებით. კარგი. ყველაფერი გასაგებია. კარგი. ყველაფერი ასე დავტოვოთ, თორემ. რა? მიხვდება რომ ისევ მიყვარხარ. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ არასოდეს იცი, რას ჩაიდენს მარტოხელა ადამიანი. ჯენგიზ. ეზელ. ნეკადარჩუკის. რამდენად ძლიერად გინდა ეს? რა? კენანის მოშორება. აკაც ვნახოთ. იცერთ ყველაფერს? მითხარით ყველაფერს ვიმახსოვრებ. აი აქ სამრეცხავო მოვაწყოთ. ჩვენ საკმარისი თეთრეული არ გვაქვს. იყიდეთ. ყველაფერი საოჯახო იყოს. პირსახოცები, ხალათები. მოკლედ აქ. აქ სამრეცხავო იქნება და მოვაწყეთ აქავრობა. ეს ნახატი აქედან მოვაშორეთ. ეიშანს არ მოსწონს. რამე სხვა დაგიდეთ. ან და არ არის საჭირო. ეიშანი თვითონ აირჩევს. წამოდით. აქ რა სიცარიელია? არაფერი არ უნდა დაიდგას? კარადები. რა თქვით? კარადებისთვის გავათავისუფლეთ ადგილი. გარდერობი გავუკეთოთ? ჩემს გარდერობშიც გავათავისუფლოთ ადგილი? როგორც ჩანს ის თაროები საკმარისი არ იქნება. ნახევარი. ნახევარი ადგილი დავუთმო? როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. ნახევარი. რა თქმა უნდა. ბიბლიოთეკაც უნდა განტვირთო. რამდენი საქმე. სულ ასე ხდება ხოლმე. კარგი, წავიდეთ. გავაგრძელებთ. მთელი სახლი უნდა გაათავისუფლო, რომ ორ ადამიანს ეყოს ადგილი. ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია. ეს ერთ დღეში არ კეთდება, მაგრამ ერთ დღესაც დაგავიწყდებათ რა იყო თქვენი და რა გეკუთვნოდათ. შეუძლებელია. ახლა ჩვენ ორნი ერთად ვიცხოვრებთ. ორნი? ხო. ჯანი სულ დამავიწყდა. სამნი. მართალია. და თუ ღმერთი გადმოფხედავს, კიდევ მოგვემატებიან ოჯახის წევრები. ამდენს როგორ გავუმგლავდებით? ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა. თქვენთან არიან ბატონო კენან? ვინ არის? ბატონი ჯენგიზი. კაბინეტში შეიყვანეთ. რა მოხდა ჯენგიზ? რაც არ უნდა მითხრა ხასიათს მაინც ვერ გამეფუჭებ. არ სიფიქრო. თემუზი მოკლეს. შეუძლებელია. იქნება ეს მისი დადგმულია. ხანდახან ასე აკეთებს ხოლმე. წყლიდან მოიყვანეს მას მახე და უგეს მკვდარია კენან.
არის კიდევ ვინმე. რა? გეკითხები არის მეთქი ვინმე? ისეთი როგორიც თემუზე იყო. არა. ასეთები არ არიან. თემუზის ნაირები აღარ არიან. მარტო ჩვენ დავრჩით ჯენგის. სახლში წადი, მე კი დაცვას გავაძლიერებ. საუკეთესოს ვიპოვე. თუ რამე გამოგვივა, ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. მივალთ და დავახრჩობთ ეზელს. გავანადგურებთ. ჩვენ? ხო, ჩვენ. ჩვენი ხელით. რომ დაგინახე, ვიფიქრე ყველაფერი იცის და სახლიდან მიდის მეთქი. არსად არ მივდივარ. კენან. უჩემო და ერთსად არ წახვიდე. მეც თან წამიყვანე. არსად არ მივდივარ ჯენგის. აბა ეს რა არის? შემდეგი მე ვარ, რა ვქნა? მე არსად არ მივდივარ, არ შემიძლია. თუ მოგინდება წახვალ. ჯენგის. მე არსად არ მივდივარ. და შენ სადაც გინდა იქცადი. რაღაც არ ეთყობა აქაურობას რომ აკრჩები. შეიძლება პირიქით სახლს ალაგებ. ეიშანი შენთან გადმოდის? მართალი ხარ. თუ შენთვის ასეთი რთულია, აიღე ქურთუკი და წადი. რამე სხვა საქმეს მიხედე. ჩემს საქმეს. რას გულისხმობ? ეზელს მოვიშორებ. ჯენგის. ეზელ. გინდა მისი მოშორება. ვისი? კვლელი კენანის. ათი წამიგავს. კენანის შესახებ ყველაფერი ვიცი, მე შემიძლია მასთან მიგიყვანო. რატომ უნდა დაგიჯერო? კენანი ეიშანზე ქორწინდება. ისინი ერთად იცხოვრებენ. ჯანიც თან მიხავთ. მან ორივე საგვართვა ეიშანი. გინდა ეიშანი და ჯანიც წაიყვანოს. გინდა რომ ჯანი კენანმა გაზარდოს? ჩვენ სამნი, მე შენ და ალი. ისე როგორც ადრე ჩვენ შევძლებთ მის განადგურებას. მე აგენტი ვიქნები, შენ ყველაფერს დაგეგმავ. ალი კი ისვრის. მედი და ჯეკი. ქაღალდი აიღე. რა დავწერო? შვილს წერილი მისცემ. დაწერე ყველაფერი, რაც მე გამიგეთე.
მე რა დავწერო? ყველაფერი დაწერე. დაწერე რომ მისი მამა არ ხარ. დაწერე რომ მე ვარ მამამისი. გაგიჟდი? დაწერე. ალი. შენ ტეფოს მკვლელობის ბრძანება გაეცი, ჯენგიზ. ამისთვის მე კენანს მოგცემ თეზელ. ტეფო შენ მოკალი, ჯენგიზ. ერთი სიტყვით. ახლა კი ეზელი მიბრძანებს, რომ შენ მოკლა. ერთი სიტყვით. გასაგებია. დაწერე, ჯენგიზ. მომისმინეთ, დაწერე მეთქი. მე თქვენ დახმარება შემოგთავაზეთ, დაწერე. ეზელ, ნუ აკეთებ ამას. მე შენს დასახმარებლად მოვედი და გენდე. დავილაპარაკოთ. ახლა გჯერა ჩემი. ორი დღის შემდეგ. ბატონო ჯენგიზ, ბანკი იქით მხარეს არის. ერთი წუთით. გამარჯობა, გამარჯობათ. ტოსტი და აირანი მინდა. ახლავე. ალო. თქვენ ხართ ჯენგიზ ათაი? ალო. თუ რამე მოხდება, წერილი ჯერ პოლიციაში წავა. შემდეგ კი შენს შვილთან. კარგი, კარგი. დავიწყოთ. 2 დღე გაქვს იმისთვის, რომ ყველაფერი გაიგო. ყველაფერი რის შესახებ? ეიშანის და კენანის ქორწილის შესახებ. რატომ? კენანი ქორწილის დღეს მოკვდება. Kenan'ı orada öldüreceğiz. გარეთ პერიმეტრის დაცვა გააორმაგე. სახლში სიმორიგევან. მაგრამ სახლში თქვენ გადავიფიქრებ. ყველა გაათავისუფლე. ჰამიდის გარდა. კამერების რადიუსი გააფართოვეთ. მთავარი შესასვლელი არ არის საკმარისი. გასაგებია ბატონო. როცა დაამთავრებ ჩემთან მოდი. კიდევ ერთი საქმე მაქვს. როგორ ხარ?
აქ 50 მცველია. სახლში როგორ შემოხვედი? Hanımefendisi değil miyim bu evin? მე ხომ ამ სახლის დიასახლისი ვარ. Düğüne şurada kaç ქორწილის დღემდე 2 დღე დარჩა. Sana da bir hatırlat. მინდოდა შემეხსენებინა. ხო, ვემზადები. Şimdi. ადგილი შეკვეთილია, კაბა მზად არის. Gelinin de tamam. მაგრამ სიურპრიზია და მას ჯერ ვერ ნახა. Damatlığın da süper. მინდოდა რომ შენი პიჯაკით მზად ყოფილიყო, მაგრამ გასინჯვის გარეშე არ იქნება. გთხოვ, მიდი. მისამართი გამომართვე. ადგილი შეკვეთილია, მაგრამ დაცვა Girmeyelim. ხო, არ გვინდა ეს მოსაწყენი თემები. Menüye bak. მენიუს უნდა გადავხედო. ყველაფერი კარგად არის. რაც გინდა ის შეარჩი. შენ ხომ ნამდვილი გურმანი ხარ? ნიშნულობა არ აქვს. ყველაფერი მომეწონება. მართლა. Peki. მაშინ Davet. მოდი სტუმრების სიას გადავხედოთ. ყველაფერი შენ განდობა ისე. შენ გაუწიე ყველაფერს ორგანიზება. მოდი დაცვაზე ვილაპარაკოთ. Kenan ne oldu? კენან რა ხდება? რას აპირებ ქორწილში? არსებობს პრიორიტეტული მომენტები ისე. რა თქმა უნდა, დაცვა. ეგრეა. Peki. მაშინ მიდი Korumaların და ეგ შენი დაცვა მოიყვანე ცოლად. ისენ არ გინდა. Ne yapıyorsun? ეს რას ნიშნავს, კენან? Korumalar. დაცვა, იარაღი, უსაფრთხოება. Kafayı bozdun. შენ უკვე შეიშალე ამ თემით. ქორწილამდე რამდენიმე დღე დარჩა და ჩვენ ისევ ამაზე ვლაპარაკობთ. ასე რატომ ღელავ? თემუზი მკვდარია ისე. ეზელმა მოკლა. ახლა გესმის ჩემი. Öldü mü? მკვდარია? გონია მე არ მინდა საკუთარ ქორწილში სიამოვნების მიღება. შენ ნამდვილი ქორწილი გინდა. მე კი ისეთი არაჩვეულებრივი ქორწილი მინდა, რომ ყველაფერი სიზმარი გეგონოს. ჩვენ ქორწინდებით. Evleniyoruz. გესმის? Bu benim için ne demek? გესმის ეს ჩემთვის რას ნიშნავს? Ben yalnız მე მარტოობაში არ მოკვდები. Tabii ki yalnız. რა თქმა უნდა, მარტოობაში არ მოკვდები. Son nefesini. შენ გვერდით ბოლო წუთამდე მე ვიქნები. ben seni მე მინდა რომ შენი კენანი ვიყო. მინდა რომ ბოროტ მოქმედის სახელი მოვიშორო და შენი ქმარი ვიყო. მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევი. არც საშუალებას. Ezel. ეზელი. ხო, ეზელი. Ezel. ხო, Durduramıyorum. მისი შეჩერება არ შემიძლია. მოსვენებას არ მაძლევს. Ne yapacaksın? რას აპირებ? Halledeceğim. მივხედავ ამ საქმეს. Halledeceğim. ყველაფერს ქორწილამდე მოვაგვარებ. Düğünden önce შენ mutlaka ჩემი ცოლი გახდები ეიშა. evleniyoruz. არ მინდა რამე გაწყენინო. Ben seni daha fazla ახლა შემიძლია ამ საქმეს მოგვარება. mutlaka halledeceğim. ახლაც. Hatta şimdi. ახლავე. Kızlar siz kantine გოგოებო, წადით და დაგეწევით. Tamam Badeciğim görüşürüz. კარგი ბადე, დაგელოდებით. Yapma. ამას ნუ აკეთებ. Beni biraz ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ, ნუ Ne yapmam იქცევი. gerektiğini söyle. მაშინ მითხარი რა გავაკეთო? წადი. Söylüyorum git. ხომ გითხარი, წადი და დამივიწყე. Ne bileyim vur. არ ვიცი, ისროლე, ურტყი, გატეხე. რაც გინდა ის გააკეთე. Niye o zaman? მაშინ რატომ მოხვედი და მითხარი რომ გიყვარვარ? Salak. სულელი ხარ? Söyleme. რამე ახალი გითხარი? Ya gerçekten. ეს ხომ ისედაც იცოდი? Aşık olduğumu görmüyorlar. არ იცი რომ მიყვარხარ? Kaçırma. თვალს ნუ მარიდებ, სერიოზულად გეკითხები. Görüyorum. ხედავ. Peki bu ne demek? იცი ეს რას ნიშნავს? Ne istersen. იმას რომ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო. Bugün kaçalım desem. ხოლმე შენთან ერთად გაქცევა. Bir kere hayır. de. თავიდან უარს გეტყვი. Tekrar sorsan. შენ თხოვნას გააგრძელებ და მესამე თხოვნაზე გამოყვები. მოდი გავიქცეთ. Yapma. ეს არ გააკეთო. Ben de არ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა. Beni სხვასთან იქნები და მე გეყვარები? ეზელ არ გააკეთო ეს. არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა. Ne zaman? როდის? Eşan'ın... როდის დაივიწყებ ეიშანს? Dönünce mi? Canım საქმეებს რომ დაამთავრებ? ortaya çıkınca... როდის მოგინდება ჩემთან, როდესაც გაქრები და ისევ დაბრუნდები? სხვა აღარაფერი დამჭა. ამას ნუ გააკეთებ ეზელ. Bak ben მე sana შენ çok ძალიან aşığım. მიყვარდი. Git dedin yol. შენ გამაგდე და მეც წავედი. Nasıl არ unutacağım? მჯეროდა რომ შევძლებდი შენს დავიწყებას და ცხოვრების გაგრძელებას, მაგრამ ეს შესაძლებელი ყოფილა. Sonra bana მე öyle bir ისევ şey გამოჩნდი და მითხარი რომ როდესაც ყველაფერი დასრულდებოდა შენ დაბრუნდებოდი. თქვი რომ მარტო მე დავრჩები. Diyemezsin böyle bir şey. hepsi ეს სიმართლეა. Aşık olduğunu... როდესაც საყვარელი ადამიანი ამას გეუბნება,
მას შენთვის განაჩენი გამოაქვს. განაჩენი? მას ლოდინისთვის წირა. ლოდინი უფრო მძიმეა, ვიდრე მისი დავიწყება. თუ მპირდები რომ დაბრუნდები, სადაც არ უნდა ვიყო, ვისთან ერთადაც არ უნდა ვიყო დაგელოდები. შენ თუ მოგცემ სინდისის საშუალებას, რომ ამისთვის გამწირო. სიყვარული შენთან იმისთვის არ მიხსენებია, რომ დაუბრუნებულიყავი. ამას სიყვარულის გამო არ აკეთებ. ეს იმიტომ გააკეთე, რომ წაფსულიყავ. ხო. ეს საკუთარი თავის გამო გითხარი. გმადლობ. მე დაუბრუნდები. როდის? ერთ კვირაში. ერთ კვირაში აუცილებლად მოვალ და გამოყვები. დადი. სამოხვალ ჩემთან ერთად. დაბრუნდი და მერე გიპასუხე. ეზელ. შეგიძლია შემხვდე. ჩვენ ხომ მის მოკლას ვაპირებდით, რატომ უნდა შეხვდე? ამბობს, რომ რაღაცის შემოთავაზება უნდა, რაზეც უარს ვერ ვეთქვი. საბაჟოზე უნდა მიხვიდე? იგი არაღით შესვლა არ შეიძლება. არავინ არ გამომყვეს, ამან შეიძლება ყურადღება მიიქციოს. იქაურობა ისედაც სავსეა პოლიციელებით. თუ იქ ვინმე მოკვდება, მკვლელი ცოცხალი ვერ გაახსევს. ლოგიკურია. მოვემზადებით. შენ წადე. აქ დამეგოდეთ. რა გინდა? რა უნდა შემოგთავაზე, რომ ეს სისხლიანი ომი დამთავრდეს? მართლა გინდა ეს? ყველაფერს მოგცემ, რასაც მოინდომებ. შენ იცი, რაც მინდა. რატომ უნდა გავაგრძელოთ ეს? რატომ უნდა ვხოცოთ ერთმანეთი? ამის მიზეზი კარგად იცი. ზია? ეს კონფლიქტი მე და რამის შორის იყო. მე მართალი ვიყავი. სამწუხაროა, რომ შენ ეს ვერ გაიგე. ჩვენ ერთნაირები ვართ. სიმაღლე გვაქვს განსხვავებული. სიმაღლე კი. შენ შურის ძიება გინდოდა. მეც ამას ველოდი 30 წელი. შენ მოთამაშე გახდი, მე გავმდიდრდი. შენ უდანაშაულო ხალხს ხოცავდი. ვიღაცები ცოცხლები გადარჩნენ. ჩვენ ორივე შვილები წაგვართვეს. მე შვილი ჯენგიზმა და ეიშანმა წამართვეს. მე კი რამიზმა და სელმამ. ხედავ? არაფრით არ განსხვავდებით, ეზელ. ჩვენ დიდხანს არავინ არ ყვარებია და შემდეგ ისევ ვიგრძენით სიყვარული. მე სელმა შემეყვარდა, მე ეიშანი, ხო. მაგრამ ყველაფერი დამთავრდა. მართალი ხარ. მაგრამ კარგია, რომ ჩვენ ორივემ ისევ ვიპოვეთ ახალი სიყვარული. მე ეიშანს შევხვდი, შენ კი ბადეს. არა, კი არ გემუქრები. უბრალოდ მეგონა, რომ ჩვენ მომავალი აღარ გქონდა. არა და თორმე ვწდებოდი. იცი, როდის შემეშინდა ყველაზე მეტად ეზო? როცა კაზინოში ხელი მოგეცარა? არა. ძიეს მკვლელობის ღამეს. მე სახლში ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ მოგცეულიყავი, როდესაც ყველაფერი დასრულდებოდა. შენ გიფიქრია ამაზე? გიფიქრია, როგორ იცხოვრებ, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება? უკვე ვფიქრობ. მეც ვოცნებობ მომავალზე. შენ? არ გინდა მშობლებთან ისევ დაბრუნდე, როგორც ომერი? ესე იგი ძია დავივიწყო?
ზიემ მოკვდა ეზევ. შენ კი ცოცხალი ხარ. და ვერ იტყვი, რომ ის გმირი იყო და მხოლოდ მე ვარ მკვლელი. შენც ძალიან ბევრი წამართვი. შენ მე სექიზი წამართვი. ის კი ჩემთვის შვილი ვით. კაია წამართვი. ჩემი ერთადერთი მეგობარი. თემუზი. იცი რას გეტყვი? თემუზი ჩემთვის იგივე იყო, რაც შენთვის ტევფიკე. შევძელია მეხსნა. შენ მე ბევრი წამართვი. შენ მე სიმამაცე და ცივსისხლიანობის შეგრძნებას კი წამართვი. სიხარულის შეგრძნებაც წამართვი ეზევ. მე შენი მტერი არასოდეს ყოფილვარ. შენ კი ჩემ წინააღმდეგ წახვედი. მოდი დავასრულოთ ეს ამბავი. ვიცხოვროთ და დავივიწყოთ ყველაფერი. ხოლო სულელები უბრუნებენ ვალს მიცვალებულებს. მოდი თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. მოდი. ეს რომ მე მეთხოვა შენთვის ზიას მკვლელობამდე დამთანხმდებოდი? როგორც გინდა ეზევ. შენ ყველაზე კარგად გესმის ჩემი. შენ ყველაზე კარგად იცი, როგორ აბრმავებს ადამიანს შურისძიების სურვილი. შენ ყველაზე კარგად იცი, როგორ ითხრევს ადამიანს სიბნელის ბილიკები სიკეთის ძებნაში. მოდი მოვრჩეთ. ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე. მართალი ხარ. ჩვენ გავართ ერთმანეთს იმაზე მეტად ვიდრე მინდა რომ ვგავდეთ. ჩვენ ერთი გზით მივდიოდით. გასაკვირი არ არის რომ ბედიც ერთი გვაქვს. გასაკვირი ნამდვილად არ არის. და ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ერთმანეთის. მართალია. ჩვენ ერთნაირები ვართ. მხოლოდ ერთი განსხვავებაა. რა განსხვავება? მე არ ვიცი ის, რაც შენ იცი. მკითხე, რაც გაინტერესებს. გიპასუხებ და ბარი-ბარში ვიქნებით. როგორ მოკვდები? შემიძლია გითხრა, როგორ მოკვდები, კენან? გაინტერესებს? კვირის ბოლომდე საკუთარ სახლში გამოიკეტები და შუბლში ტყვიას დაიხლე. როგორ გამაცინე ეზევ? რა უნდა გითხრა? ძალიან გამამხიარულე. ჩემი შემოთავაზება არ მიიღე. ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ყველაფერს ვწდიდი. ხომ არ გიგონა რომ ბედნიერ დასასრულს ველოდი? ვინმე დაგჭა კიდევ ერთგული. რამდენი თემუზიც არ უნდა იპოვო, კენანი. ყველას ერთი და იგივე დასასრული ელის. თემუზი აღარ მჭირდება. თემუზისნაირებთან მუშაობის დროს ერთი სირთულეა. ასეთ ხალხს არ უყვარს უკან დახევა ბრძანების შესრულების შემდეგ. აი ჩვეულებრივი ხალხი და წარუმატებლები კი ისეთი მამაცები არ არიან, როგორც თემუზი, მაგრამ მათ თითქმის აღარ აქვთ იმედი. მათ არ აქვთ ფული და არაფერი. არაფერი აქვთ დასაკარგი. მათ ოჯახები ჰყავთ, გამოსაკვები და ასეთები ბევრნი არიან ეზევ. ვიღაცეებს უკვე დაველაპარაკე კიდეც სანამ აქ მოვიდოდი. უკვე ნახე ვიღაცეები. ჩემმა ხალხმა აგიხსნა რაშია საქმე? კი, მე გავაკეთებ ყველაფერს. მას დღისით ხალხ მრავალ ადგილას მოკლავ. მერე რა იქნება? ოჯახს ფულს მივცემთ და შვილებს სწავლის ფულს ავუნაზღაურებთ. ციხეში კარგად იქნები, როდესაც გარეთ გამოხვალ. შენი საქმე გექნება. მოგკიდებ ამ საქმეს ხელს? როგორ ფიქრობ, რა მიპასუხა? შეჭერდი. არ გინდა. მე შევძლებ. გაიყვანეთ აქედან. ისნობთ ამ კაცს? ალბათ შეშლილია. ხედავ რა მარტივია ყველაფერი. მას შემთან ვერავინ დააკავშირებს. დღეში ასეთი თუ ბევრი გამოჩნდება, საკმარისი იქნება, ვიღაც ყოველთვის იფიქრებს, რომ შენი სიცოცხლე არაფრად არ ღირს. რამის თუ 100 კაცი ჰყავს, მე 1000 მყავს. და ისინი ყველანი შენ გითვალთვალებენ. ახლა შენი ჯერი მოვიდა, რომ გეშინოდეს.
ჯინგის არ დაფიქრებულ ხარ რატომ დაგნიშნე მმართველად შენ მე რაღაცას დამპირდი გახსოვს პრობლემა მქონდა და შენ მის გადაჭრას დამპირდი ამიტომაც მოვედი რას გულისხმობ დაცვას ამ საქმეს თემუზე აგვარებდა ახლა უნდა მოვიფიქროთ როგორ გავაგრძელოთ მაგალითად ამ სახლში და სადაც არ უნდა წახვიდე მოდი გინდა დეტალები განვიხილოთ არ მინდა მე უკვე ცნობილი კაცი ვარ ყველა მიცნობს კულისებს მიღმა ყველა მიცნობს სცენაზეც რა ჩაიფიქრე ეზელს მარტო მე მოუვლი სულ დამავიწყდა რა ადვილია მისი მოგულა განსაკუთრებით მაშინ როდესაც მკვლელს არაფერი აქვს დასაკარგი მან შეიძლება ერთხელ ააცილოს სამჯერ 10ჯერ მაგრამ ადრე თუ გვიანის მაინც მოარტყამს მიზანში ეს საქმე გულთან ძალიან ახლოს მივიტანე გეგმების დაწყობისას მე მთავარი დამავიწყდა რა მე ბევრი ფული მაქვს და ეს ფული ნებისმიერს აქცევს მკვლელად სულ ეს არის ყველაფერი დამთავრდება ყველაფერი ბატონო კენან დაცულ ოთახში გადაგიყვანთ რა მოხდა სიგნალიზაცია ჩაერთო სიგნალიზაცია თელ სახლში ეთყობა ეს სისტემის ბრალია მაგრამ შეშინებას ცდილობს რა ბავშვური თამაშია ვიძახებ პირველს დაცვა შიგნით არის ვიმეორებ პირველი შეგინ გესმის ჩემი რა ხდება არაფერია ჯენგის გაჩუმდი არავინ არ არის ჩუმად არ გაინძრეთ ჩუმად თითქოს ყველაფერი გამართულად მუშაობს ბოლომდე არ მეთქვამს სათქმელი შენ ათასობით ადამიანი გჭირდება რომ მე შემაშინო რა ხდება გააკეთეთ რამე დაცვა გესმით ჩემი ჩვენ შორის კიდევ ერთი განსხვავებაა კენან მე ხალხის ქუჩაში გამოშვება არ მჭირდება ნუ თუ ძიამ ვერაფერი გასწავლა გაჩუმეთ მე ერთი ადამიანი მჭირდება მხოლოდ ერთი ერთი კაცის შენს გვერდით რომელიც გულში დანას გაგიყრეს შენ 1000 მკვლელის მოსყიდვა გჭირდება მე კი ერთი უნდა ვიპოვო მხოლოდ ერთი გესმის ჩემი მხოლოდ ერთი გადით აქედან კენან გადით მეთქი გადით გადით საკმარისია მისამართი გავიგე უკვე გზაში ვარ წავედით ეზელ ორთოდან კაიბოლდო სანამ შენ არ იყავი ემზადებოდი ეს რა არის ჩვენი უკანასკნელი თამაში ალე
რის გაკეთებას აპირებ? რის გაკეთებას აპირებ? შუმად იყავით, ორემ დაგახჩო. მე ისედაც ვრისკავ მასთან მისვლით. თუ ჩემზე იეჭვებენ, ყველაფერი გაფუჭდება. დაჯექი. დაჯექი, ეს რაც ნიშნავს ზახს სუხთნი? თუ შენ სხვა აგენტი გყავს, რომელიც ინფორმაციას მოგაწვდის, მასთან იმუშავე. თუ არა და ისე მომექცი როგორც ადამიანს, როგორც პარტნიორს. რა ინფორმაცია გაქვს? ქორწილის ადგილი გავარკვიე. სასტუმრო რეზორტ მარტი 23 მაის 8 საათზე კიდევ? სტუმრების სია 120 ადამიანი. 125. ყველა ფინანსური და ბიზნეს სამყაროდანაა. საიდან იცი? აქ მოსაწვევებით შესასვლელი ხალხის სია, მენიუ, კურიერები, დიზაინერები. საიდან იცი ეს ყველაფერი? სასტუმროს გეგმა. თუ ყველაფერი იცი, მე რაში გჭირდები? მართალია ის არაფერში გჭირდება, ნება მომეცი მივხედო. დამშვიდი. არის ჩვენ სასტუმროში ვერ მოხვდებით, მაგრამ აქ სტუმრების ოთახია, სადაც შევძლებთ შეცვლას. ამისთვის კი დაცვის შეუმჩნევლად უნდა შეგვიყვანონ. იქ ჯენგიზი შეგვიყვანს. ხომასია ჯენგიზ. დავუშვათ შეგიყვანეთ. როგორ შეიტყუებთ იქ კენანს? ამას მე არ გავაკეთებ. ვინ მოიყვას მას მე? არა. წადით აქედან. კენან. ეიშა? მე ვარ გამიღე. აქ სათამაშო ოთახი მინდა მოვაწყო. მას თავი ვერ დავახციე ეიშან. არ ვიცი კიდევ რა გავაკეთო. რამეს მოვიფიქრებთ? გადავდოთ ქორწილი. სამოდი სადმე გავიქცეთ ჩვენ ორნი, სანამ ყველაფერი დასრულდება. არის ისეთი ადგილები, სადაც ეზელი ვერ მოგვაგნებს. ასე ნომეყურებ ეიშან. არ შეიძლება ახლა ქორწილის გადახდა. ძალიან სახიფათოა. მოდი დროებით გადავდოთ ეს ყველაფერი. კენან, ჩვენ დავქორწინდებით. გახსოვს რომ მეუბნებოდი ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მაგრამ ახლა როდესაც დაიღალე, როცა მივხვდი რომ პრობლემებს ვეღარ უმკლავდები, საჭირო არ არის ბნელ ოთახში გამოკეტვა. არა. არა. ჩემთან მოდი. დავი მხარზე დამადე. ჩვენ ვიქორწინებთ. შენ ახლა მარტო არ ხარ. რასაც მარტო ვერ შეძლებ, იმას ერთად გადავლახავთ. ეიშან. გაისვენი. არ არის საჭირო ხელი სულ მაჯის ცემაზე გეტყვი. მე შენთან ვარ. მოდი ადგილები გავცვალოთ. თვალები დახუჭე. ახლა მე ვიზრუნებ შენზე. ეიშან. ახლა მხოლოდ შენ გენდობი. ასე ხდება? ასე ხდება ხოლმე ოჯახში? ზუსტად ასე ხდება. ეიშანი. ეიშანი. ეს როდიდან დაიწყო? ერთი კვირით ადრე. თემუზი იპოვეთ. მკვდარია. ჯერ არა. შეტყობინებას ველოდები. რატომ მოხვედი აქ? თემუზი საკმარისი არ არის. ეზელწადი გთხოვ, არ მინდა ისევ იმაზე ველაპარაკოთ. კენანი მჭირდება. არ გესმის? რაც გინდა ის გააკეთე, თავი მომაბეზრეთ ყველამ, შენ, ჯენგიზმა, კენანმა. ამიტომ მიდიხარ ისევ?
სხვა რა გზა მაქვს? კენანთან ყოფნა ხომ გინდოდა? ამისთვის არ გაშორდი ჯენგისს? ეზელ. ყველაფრის გამო გავშორდი. ხო ვიპოვეთ ემუზი. კენანის გამო არ გაშორდი ჯენგისს? მე საკუთარი თავისთვის გავშორდი და არავინმეს გამო. როდესაც თემუზი მოკვდება, ჩემი დავალება შესრულებული იქნება. მაშინ თქვენგან შორს წავ. კენანთან ერთად არ იცხოვრებ? გიგონა მას გავყვებოდი? გონია თუ მის მოკლაში არ დაგეხმარა, ესე იგი მიყვარს? არა. საკმარისია კითხვები. მე ვიცნობ კენანს. ვიცნობ როგორც მხედს და როგორც ადამიანს. სულის სიღრმეში ძალიან მეწოდება. შეიძლება სულის სიღრმეში სიმპათიასაც ვუგრძნობ მის მიმართ, მაგრამ ეს სიყვარული არ არის. მე შენნაირი არ ვარ. მე შემიძლია ღალატი, შემიძლია ვიყო სასტიკი, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ერთი შემიძლია მიყვარდეს. მეგონა მასთან ერთად ყოფნა გინდოდა? შენ დიდი ხანია იცი ვისთან ერთად მინდა ყოფნა. და ამიტომ მიემგზავრები. სწორედ ამიტომ. არ წახვიდე. როგორ მოვიქცე? დარჩი. ტელეფონი აიღე და კენანს დაურეკე. რისთვის? რა ვუთხრა? აქ მოვიდეს. თუ მოვა ბეჭედსაც მოიტანს. ძალიან კარგი. შეძლებ მისი ტელეფონის აღება შეუმჩნევლად. რისთვის? თემუს შეტყობინება გაუგზავნე. გაიგე სად არის? შეძლებ ამას? შეძლებ. ეს მაინც გამომდის კარგად. და მის შემოთავაზებაზე რა ვუპასუხო? დათანხმდი. რა? დათანხმდი. გეგმა მაქვს თქვენი ქორწილის დღისთვის. რა შეუბრალებელი ხარ? ყველა დეტალი მაინტერესებს. მე ჩვენზე გელაპარაკები, ჩემზე და შენზე. მისთვის ყველაზე ბედნიერ დღეს ხაფანგში შეიტყუებ. შეძლებ ამას? კი, შენ წადი. რა დაგემართა, აღარ გახსოვს როგორ უნდა გიყვარდეს. შეში საერთოდ აღარ დარჩა სიკეთე. მე შენ არასოდეს დამვიწყები ხარ. ყოველთვის შენ მიყვარდი. შენ კი დაგავიწყდა რას ნიშნავს ჩემ და მისი ყვარული. ეზელ. არ დამვიწყებია. თუ შენ ამას გავაკეთებ. თუ ჩვენ ერთად მოვკლავთ კენანს. რა? მე ისევ მინდა შენთან ყოფნა. შენთან და სხვასთან არავისთან. მართლა? ნამდვილად? ხო. ეს ადრევე გქონდა დაგეგმილი. კი. ეს ყოველთვის ვიცოდი. ყველაფერი იმისთვის გავაკეთე, რომ ოდესღაც ისევ ყოფილიყავი შენთან. არა. სანამ ყველაფერი არ დასრულდება, არ შემიძლია. ამას ვერ გავაკეთებ. არ შემიძლია უცებ შევიცვალო, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება. კენან. მოდი ჩემთან ვილაპარაკოთ. რაზე? შენ როგორ ფიქრობ? რა გითხრა, დაგთანხმდა? რატომ? რა შესთავაზე? როგორ დაგთანხმდა? უთხარი რომ მასთან ვიქნებოდი. ერთი სიტყვა უთხარი და დაგთანხმდა? ასეა? ხო.
ეიშან შენი გულისთვის მოვკვდები. ეიშან შენი გულისთვის. მოკეთე. გეყოფა ტირილი. ეზელ მისი ნდობა არ შეიძლება. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. ის ბოლო მომენტში გიღალატებს. არ უღალატებს მეგობარო. ეგრე ნუ მომმართავ თორემ ყბილებს ჩაგიმტროვ. მე შენი მეგობარი არ ვარ. საკმარისია. კარგი. მინდოდა მეთქვა რომ ის ეზელს არაფერს დაუშავებს. ის არ დაუშვებს რომ ეზელს რამე მოუვიდეს. მართალია. ნო. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ყველაფერი შენ დაგრჩება. შულს იძიებ. ეიშანი შენთან დარჩება. მე რას მივიღებ? შენ შუბლში ტყვიას. არ ვიცი რა იქნება იმის შემდეგ ჯენგის, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, მაგრამ შენ ყველაზე მეტი შეგხვდება. დანტეს ფეიერვერკები. მზად ვართ მეგობარო. თუ ასე, მაშინ წავიდეთ, საქორწინო ტორტი გავსინჯოთ. მანამდე ეს საქმე მაქვს. ეს? აბა, რა გეგმა გაქვს? მე? მითხარი. გამოგივლე და ჩვენ დღესვე წავალთ აქედან. ეს არის შენი გეგმა? ო, სულ ეს არის. წამოხო? სად? წამოხო? როდის დავბრუნდებით? დღეს მე წაგიყვან. გამომყვები? შეიძლება გკითხო. სად მივდივარ? როდის დავბრუნდებით? უნდა მივწერო თუ არა მშობლებს? მართალია ბადე. საღამოს მეც დავიწყებ ახალ ცხოვრებას. რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? დღეს ეიშანისა და კენანის ქორწილია. მე დიდი ხანი ამაზე ვფიქრობ. ყველაფერი მზად არის, მე ყველაფერს გავუკეთე ორგანიზება. ეიშანსაც ელაპარაკე. რა უთხარი? მოვატყუე შენთან ერთად ვიქნები მეთქი. მოვატყუე. ეიშანმა ცხოვრება დამინგრია. ბევრჯერ მიღალატა და ციხეში ჩამსვა. ხოდა მეც მოვატყუე. და არა მარტო ის ბადე. მე ყველაფერს შავიდენ რომ მიზანს მევახციო. რამდენი რამ დავკარგე ბადე. ყველაფერს გავაკეთებ რომ ეს დასრულდეს. თუ ეიშანის მოტყუება საჭირო იქნება, მე მას მოვატყუე. კოჩახ, დღეს მე ჩემს რჩეულთან ერთად ვაპირებ გაქცევას და კიდევ ეიშანზე უნდა ვიფიქრო? დღეიდან არავის აღარ იფიქრო, მე ვიფიქრებ ყველაფერზე. ესე იგი თავისუფლები ვართ? ხო, თავისუფლები ვართ. თავისუფლები ვართ. აქედან შორს წავალთ. ყველაფერს წარსულში დავტოვებთ. დავივიწყებთ ყველაფერს. და თავიდან დავიწყებთ. მე აქ ისე დავბრუნდებით, თითქოს პირველად ჩამოვედით ამ ქალაქში. ისე როგორც ჯარიდან ჩამოვედი. თითქოს ჯერ არ ჩამოვსულ ვარ იმ მატარებლიდან. ისე თითქოს არაფერი მომხდარა.
თითქოს ის სასამართლოს არ ყოფილა ის სირცხვილი. მინდა რომ მამა ისევ მიყურებდეს სიამაყით. არავინ არაფერს მაბრალებდეს. მინდა დავივიწყო ის ღალატი, ციხე და წამება. მალე დაუბრუნდები სახლში, ოჯახთან, ისევ სუფთა და უცოდველი. მინდა რომ არ მქონდეს სიბრაზე გულში და იარაღი არ მეჭიროს ხელში. მინდა რომ ეიშანის სახელის გაგონებაზე გულში დანასავით არ მერჭობოდეს რაღაც. ეს ტკივილი აღარ არის. წამოვიწყებ საკუთარ საქმეს. მუშაობ. ვერ დიდგი შვილი მიდგას. საღამოობით სახლში მოვდივარ. მეცխომ ვარ ჩვეულებრივი ცხოვრების ღირსი. ჩემი ცხოვრება მინდა ბადე. მეცխომ მაქვს ამის უფლება. წარმატებები მისურვა. მე კი ჩემოდნებს ჩავალაგ. ჩენის დაიმსახურეზე. ნორმალური ცხოვრების ღირსი ნამდვილად ხარ. დაიძინე დეფო, დაიძინე. დაიძინე პატარა, დაიძინე. დაიძინე მეთქი. აზად. აზად, დეფო არ იძინებს. აზად. მოვდივარ. ჩემი ბიჭი არ იძინებს? მიდი შენ დაისვენე, მე დავიჭერ. დაისვენე. საიდან მოიტანე რომ დასვენება მინდა? მომეცი შვილი. მომეცი. მე უნდა წავიდე, კარგი? შენ ურაფრის გეშინია, მალე დაუბრუნდები. თეორია არაფრის შეგეშინდეს. არაფრის მეშინია, ჩემი შვილი ჩემთან არის. ეს რას ნიშნავს? მე უკვე მეორე ადგილზე გადავედი? ალი. მე დედა ვარ. ჩვენ შვილს შიში ხომ არ გავსრდით. წადი მოაგვარე საქმე კენანთან და მალე დაბრუნდი. შენი მორიგეობა 12 საათიდან იწყება, წადი. წადი. არ მესმის, მიშვედ? მალე ყველაფერი დასრულდება და ჩვენ შვილს სიმშვიდეში გავსრდით. შენ ამბობდი სხვა გზა არ არსებობს. არა, შენ მეუბნები რომ სასახლეც თითი გამოგრა. ეს იგულისხმე არა? რატომ უნდა წავიდე? ერთი ყველაფერს გეგმავს, მეორე საქმეებს აგვარებს, ალი კი? იარაღს აიღებს და კლავს. ალი. ხოვნო მაწვალე. კარგად დაფიქრდი, კენანის მოკლა ხომ გინდოდა? შენ რომ ახლა საქმიდან გამოგიშვან გაგიხარდება? მითხარი სიმართლე. ამ კაცმა ჩემი სიმამრი მოკლა. სანამ მას არ დავმარხავ, ამ სახლში არ დავბრუნდები. შური უნდა ვიძიო. მაგრამ თავიდანვე იარაღი რომ არ მოეცა ჩემთვის ხელში. ყველაფერი ისე რომ გამეკეთებინა როგორც მე მინდოდა. გარწმუნებ რომ ახლა სხვაგვარად იქნებოდა ჩემი ცხოვრება. არ შემოხვიდე ეს ცუდის ნიშანია. გეყოფა. ასე ამბობენ საქმრობ და საცოლემ ქორწინების დღეს არ უნდა ნახონ ერთმანეთი. თუ მე საქორწილო კაბა მეწმევა. ხომ ეცე ადრე რაც გადამხდა თავს. ვიცი. იმედი ამჯერად მაინც ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგადაა. ეზელი? კაცი დაივიწყე. დარწმუნებული ხარ? არ ნანობ. ჩვენ დავქორწინდებით კენან. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ჯობია ტექსტი მოამზადო.
რა ტექსტი? ორი სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ დამიბყარი. მე მთელი ქორწილის დეტალები და საკითხები მოვაგვარე. შენ კი ორ სიტყვასაც არ იტყვი ჩემ შესახებ, არა? შენ? შენ ჩემაგივრად ტექსტი დაწერე? არ გჯერა რომ მიყვარხარ. ხალხსაც არ სჯერა. იცი ქუჩაში როგორ მიყურებენ. შურით? ისე თითქოს შენი ღირსი არ ვიყო. თითქოს გეუბნებიან სად იპოვრა ეს ქალიო. არა, საიდან მოიტანე? ფიქრობენ რომ სიყვარულის გამო კი არა ფულის გამო მოყვები ცოლად. მოიფიქრე რამე ისეთი, რომ ყველა დარწმუნდეს ჩვენს უანგარო სიყვარულში. ამას ყველა გაიგებს. ბედნიერი ხარ? როგორც იქნა. როგორი გეგმება იდეალური დანაშაული? ოდეს მე ყვარებიათ ქალის სიგეჟემდე. ყვარებიათ? იმისათვის რომ იდეალური დანაშაული დაიგეგმოს, უნდა დაელოდო მსხვერპლის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ წუთებს. იმისთვის რომ ეს იდეალური დანაშაული იყოს, მკვლელი დგება მსხვერპლის წინაშე და უყოყმანოდ კლავს. აუცილებელია ეს იყოს მსხვერპლისთვის ყველაზე ბედნიერი დღე. უნდა მიხვიდეთ იქ, სადაც გაძლიერებულია ობიექტის დაცვა. იმიტომ რომ ვერავინ იფიქრებს, რომ თქვენ სწორედ ამ ხრიდან მიხვალთ. კონტროლი გაიარეთ, გთხოვთ. კეპი მოიხადეთ. არავინ იცის. მე მივხედავ. ამათ მოიტანეს ფეირვერკები. დიახ. ეს სასაფეთქებელ ნივთიერებებში გადის. ყველაფერი შეამოწმეთ. მე მხოლოდ კუც მოიხდის და შემოვა? არა. კარგი. ბოლომდე შეამოწმებ. და რეკავი ნომრებზე, რომლებიც მოგცეს. ერთ-ორ შეკითხვას დაუსვამ და შემოუშვებ, არა? არა, ბატონო. ეს იმიტომ რომ მზის გულზე დგა ხარდელიდან. მე კი კაბინეტში ვმუშაობ. თუ ეჭვი გეპარება წადი, მე თინას კითხე. თქვენ ორნი მე გამომყევით. ფეირვერკების მომწყობი ძმები. მე მოგიწყობთ თქვენ ნამდვილ შემოწმებას. მანქანა მეორე შესასვლელთან.
იმისთვის რომ იდეალური დანაშაული დაგეგმოთ საჭიროა დაახლოებული პირი პარტნიორად აქციოთ. როგორ მოგცა კენენმა აქ უფროსობის უფლება? მე ჯერ კიდევ მისი კაცი ვარ. უთხარი მიუხედავად იმისა, რომ მისი და იშანის ქორწილი ჯოჯოხეთ ურტკივილს მაყენებს, მაინც მინდა როგორც ჩემი შვილის დედა მე დავიცვა მეთქი. ჭკვიანურია. საბაზანოში, უნიტაზის უკან, პარკში, 9 მმ-იანი პისტოლეტი დაგხვდება. იმედი არ მიღალატებს, სხვა იარაღი არ გაქვთ, სულ ეს არის. რისი გაკეთება ჩემეზლო გავაკეთე, დანარჩენი თქვენზეა. თუ მოკავშირე მოიგებს, პარტნიორი ჯილდოს მიიღებს. ეზელ, მაგრამ თუ ის დამარცხდება, მაშინ მას სასჯელი არ აცდება. იცოდი არ შეცდეთ. მე მზად ვარ ციხისთვის. მაგრამ ჩემმა შვილმა არაფერი არ უნდა გაიგოს, ეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ. არ შეიძლება უთვალთვალო მსხვერპლს. ის თავად მოვა თქვენამდე. O senin yanına gelir. გესმის შემი? როდესაც ტექსტს დავასრულებ, როდესაც ჩვენ სოლქმრად გამოგვაცხადებენ, ნიშანს მოგცემ. დაიწყეთ ფეიერვერკების გაშვება, მნიშვნელოვანია რომ დაცული იყოს სინქრონიზაცია. კარგი, აბა მითხარი? მობრძანდით. მე რედაგირეკავ. ბატონო კენან, ქალბატონმა იშანმა დარეკა და მითხრა რომ თქვენთან საყური დარჩა. გთხოვათ რომ თქვენ მიუტანოთ. კარგი. ეზელ, ჯენგიზმა ჩემი ტეფო მოკლა. ასე არ შემიძლია. როდესაც მის სახეს ვხედავ, მინდა თავი მოვაჭრა. მასთან მეგობრობას არც მე ვაპირებ, უბრალოდ ეს საქმე დავასრულოთ და მერე მივხედოთ. იყოს ისე როგორც ჩვენ გინდა. ალი ძმაო, დიდი მადლობა. შენ რომ არა, მე მარტო ვერ შევძლებდი. არაფერს. სიმართლეს შენ გარდაში არავის მივცემდი. დიდი მადლობა რომ უარი არ მითხარი. მადლობა რომ სასხლეც თითი გამოყარე. რა ლაპარაკია ძმაო, მაშინებ. მოდის. თუ ყველაფერი სწორად არის შესრულებული, რჩება ბოლო წესი. Son ders mükemmel suç. ეზელ, En son anda მსხვერპლი და მკვლელი ადგილებს სვლიან. ჯენგიზ. იშან. ეზელ ბაირექტარ. საოცარი ადამიანი ხარ. ნუ თუ მართლა გიგონა რომ მე დამამარცხებდი. იშანი არა? რა თქმა უნდა იშანი. ის მოვიდა და მითხრა რომ ჯენგიზი და ეზელი სამარის გითხრიანო. არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ჯანდაბა, ღმერთო. სპეციალურად გააკეთე არა? არაფრის გაკეთება არ შემეძლო ზმაუალი. რას დაკვირდნენ ჯენგიზ? რა შემოგთავაზეს, რა მოგცეს? დამბირდა რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის ყველაფერს გააკეთებს. ყველა საფოსტო განყოფილებას დაწვავს იმის გამო, რომ წერილი ჩემს შვილამდე არ მივიდეს. გასაგებია? სულ ეს არის. აი ასეთი კარგი ადამიანი ვარ. ფული, რამდენს დაკვირდა? ძალიან ბევრს. ასეთ თანხაზე უარს ვერ ვიტყოდი ალი.
იშანი. რატომ დათანხმდა ამაზე? მოვიდა და მითხრა. დახმარება მჭირდებაო. მთხოვა ჩემს დანაშაულს აუცილებლად გამოვისყიდი, შენი დახმარებით კი სამუდამოდ უარს ვიტყვი წარსულზეო. მითხრა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ მომცემდა თანხმობას ცოლობაზე. არ არსებობს ეზელი, არავით არის ომერი, ალი, ჯენგიზი. ისინი არც არასოდეს არსებობდნენ. მე არც ერთს არ ვეცნობ. რაც გინდა ის გააკეთე, მე არც ერთი არ მყარებია. არც ერთი არ მინდა. კენან, ეს ჩემი საქორწილო საჩუქარი იქნება. მინდა წარსულისგან გავთავისუფლდე. შეგიძლია დამეხმარო? რა თქმა უნდა შემიძლია. ისევ ყველაფერი თამაში იყო. ჩვენ გარდა არავინ ეცოდა, რომ ეს იგეგმებოდა. არავინ არაფერი არ იცოდა. მე ყოველ შენს ნაბიჯს ვაგვირდებოდი. შენი გეგმა ნამდვილად იდეალურია. მართლა. მაგრამ იდეალური მკვლელობა არ არსებობს. შენ ვერ ჩამიშლი ქორწილს. ჯენგიზ. ჯერ კიდევ არ არის გვიან. გააკეთე რამე ჯენგიზ. შენ ხელში იარაღი გიჭირავს. ნუ მაიძულებ, იგივე გადავიტანო. ჩვენ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. ეს ჩვენი მეორე შანსია. შენ ხომ გინდოდა რომ მე მეპატიებინა შენთვის? მაშინ მოიპოვებ ეს პატიება. არ მინდა იგივე გამოვიარო, ჯენგიზ. ნაბიჯვარო. ძმაო ალი. ეს როგორ გააკეთა ჯენგიზ? სიმართლე გაინტერესებს? თუ იშანი ჩემთან არ იქნება, არ ჩვენთან დარჩება. მისი გულისთვის მზად ვარ კიდევ 1000-ჯერ ჩავიდინო მკვლელობა. დანარჩენი შენი საქმეა. ძმაო ალი. ძმაო. ვამე ისე შეახვიეთ, რომ არავინ არაფერი დაინახოს. ალი აქ არც ყოფილა, ჩანაწერები წაშალეთ კამერებიდან. ალი, თვალი გაახილე, ალი. შენ შვილი ყავს, პატარა შვილი, ალი. რა უნდა უთხრა აზაც? რა? ვინ არის ალი? ალი აქ არასოდეს მოსულა ეზევ. მკვლელობა მოხდა? და რა მოხდა? ვინ მოკვდა? ეზევ, შემომხედე. ეზევ. შემომხედე მეთქი. გუშინ იმაზე ვსაუბრობდით, რით განსხვავდებოდით ერთმანეთისგან. ერთ რამეში შეცდი. შენ ჩემს სიკვდილზე ფიქრობდი, მაგრამ შენს სიკვდილზე არ გიფიქრია. მე შენთვის ეიშანის ბოლოს სიტყვები არ გადმომიცია. გაინტერესებს რა მითხრა? ითხრა? მინდა კიდევ რაღაც გთხოვა. ეზელი არ მოკლა. ისევ? ეზელს ეგონა, რომ მე ერთი თითის დაქნევაზე მასთან გავიქცეოდი. ფიქრობდა, რომ მისი სიყვარულის გამო ყველაფერს გავაკეთებდი. მას ჯერა, რომ მე ეზელი კიდევ მიყვარს. ეგონა, რომ გამომიყენებდა როგორც თოჯინას. მას ასე ეგონა. ეს არ არის სიმართლე. მან ტკივილი მომაყენა და მინდა ეს ტკივილი იქამდე იგრძნოს, სანამ მოკვდება. რა გინდა? მინდა, რომ ჩვენი ქორწილი ნახოს. ჩვენი ქორწინების დღე მისი უკანასკნელი დღე იქნება. ადეკი და გამოიცვალე. ჩვენი ქორწილის სტუმარი იქნება. მეც სავალ მოვემზადები. ადეკი. ადეკი. ყველაზე დიდი დანაშაული ის კი არ არის, რომ დაიძინო, მოკვდე ან დაივიწყო.
არამედ ის, რომ იცოცხლო, დაინახო და გახსოვდეს სიცოცხლის ბოლომდე. იდეალური მკვლელობის დროს თითის სასხლეთზე გამოკვრაც კი არ არის საჭირო. მსხვერპლი თვითონ მოიკლავს თავს. მზად ხართ, ბატონო კენან? ჯერ არა. იმიტომ რომ მინდა მანამდე რამდენიმე სიტყვა გითხრათ. მე ბევრჯერ წარმომეთქვამს სიტყვას ამსახურში, მაგრამ ახლა ეს სულ სხვა შემთხვევაა. ამჯერად მე მინდა გითხრათ და გადმოგცეთ ის, რასაც ცხოვრებაში პირველად გრძნობ. პირველად მიპყრობს ეს გრძნობა და ამის მიზეზი ულამაზესი ეშანია. ის კი, რასაც მის მიმართ გრძნობ, ამას სიყვარული ჰქვია. თქვენ ოდესმე შენ უკვე ყველაფერი თქვი. თანახმახართ თუ არა ეიშან თეჟჯან, ცოლად გაჰყვეთ კენან ბირკანს. Kabul ediyor musunuz? Evet. თანახმავარ. თანახმახართ თუ არა კენან ბირკან, ცოლად მოიყვანოთ ეიშან თეჟჯანი. Kabul ediyor musunuz? თანახმავარ. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტით მონიჭებული უფლებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ. მოაწერეთ ხელი თქვენც და მოწმეებმაც. ახლა რა თქმა უნდა კოცნა. მეც მინდა მანამდე ორი სიტყვა ვთქვა. ეს აუცილებელია? კი. კარგი. კენანმა ძალიან ლამაზად თქვა სიყვარულის შესახებ ორი სიტყვა და მეც მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე ნაზი, სათუთი და საუკეთესო გრძნობაა ადამიანში. ეს გრძნობა ხანდახან შეცდომების დაშვებისკენაც გიბიძგებს. გიბიძგებს ყველაზე საშინელი დანაშაულის ჩასადენადაც კი. მაგრამ ეს მაინც საოცარი გრძნობაა. ეს კაცი ერთი ნახვით შემიყვარდა და ყველაზე მეტად მიყვარს დღესაც. მეც. შენ არა, კენან. აი ჩემი სიყვარული. ეზელი.
ეს ისეთი სიყვარულია, რომლის გამოც მე დავთანხმდი იმ ადამიანის გვერდით ყოფნაზე, რომელიც არ მეყვარდა. მე ზიზღებოდა, ვერ ვიტანდი და მისი მოკვლაც კი მინდა. ეიშან. ეს ისეთი სიყვარულია, რომელმაც მაიძულა შენთან მყოფილიყავი მკვლელთან და ნაძირალასთან. ეიშან. ვიცი, კაცი, რომელმაც მოკლა მეგობარი ქალი და ის ადამიანი, რომლებიც ჩემთვის ძვირფასები იყვნენ, ის ურჩხულია. ეიშან, რატომ? შენ გონია მართლა მიყვარდი? როგორ შეიძლება შენი სიყვარული? აი ასეთი სიყვარული ვიცი ესა. როგორ დავგეგმოთ იდეალური მკვლელობა? რატომ ეიშან? რატომ? რისთვის? ვინ არის აქ? შენ ხომ მოკვდი? ეზელს შენთან ერთი შეკითხვა აქვს, კენან. არ იცი, როგორ უნდა დაგეგმო იდეალური მკვლელობა?